ბედიელის ასლიანი ისტორიის მქონე კვლევითი ინსტიტუტს და სად წავიდა ინსტიტუტისთვის გამოყოფილი მილიონები. ეს კითხვები გააქტიურდა მას შემდეგ, რაც შაბათის ეთერმა მოამზადა საგამოძიებო რეპორტაჟი. გამომძიებელმა ჟურნალისტებმა მოიპოვეს დოკუმენტები, რომლითაც დასტურდება, რომ სწორედ ჭავჭავაძის გამზრიდან გასახლებული კვლევითი ინსტიტუტი სოფელ დიღომში მუნიციპალური სასაფლაოს მომიჯნავე ტერიტორიაზე უნდა განთავსებული იყო, თუმცა გამომძიებელმა ჟურნალისტმა გადაამოწმა ინფორმაცია, რომ ამ ადგილზე მშენებლობა არავის დაუწყია, ამიტომ ეს უკვე ბადებს დამატებით კითხვებს. ასევე მოპოვებულია დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ სწორედ ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის დავით გურგენიძის ხელმოწერილი დადგენილებით თქვა უნივერსიტეტმა თანხმობა, რომ წყალთა მეურნეობის ინსტიტუტს ჭავჭავაძის გამზირზე განთავსებული ლაბორატორიები დაეტოვებინა. მოპოვებულია დოკუმენტები, რომლითაც დგინდება, რომ კვალი მიდის ქართული ოცნების დეპუტატის ელგუჯა გოცირიძის შვილის კომპანიასთან, რომელმაც როგორც ირკვევა დოკუმენტებით შეიძინა აღნიშნული ქონება, თუმცა შეიძინა მეორედ გამოცხადებული აუქციონის შედეგად. სწორედ ესეც დამატებით კითხვებს ბადებს და აჩენს კორუფციის მკვლევარებისთვის და პოლიტიკოსებისთვის. ნახეთ, რომ გაიყიდა ქალაქის ძალიან ცენტრალურ ადგილზე საკმაოდ დიდი ტერიტორია. ეს ტერიტორია ეკუთვნოდა კვლევით საგანმანათლებლო დაწესებულებას და ამ თანხის გაყიდვიდან მიღებული თანხა რა ფორმით მოხმარდა, საერთოდ მოხმარდა თუ არა აი ამ კვლევითი ინსტიტუტის პირობების გაუმჯობესებას ეს საზოგადოებამ არ იცის. ეს არ უნდა ნიშნავდეს იმას, რომ ეს კვლევითი ინსტიტუტი აი ასეთი ტრანზაქციის შედეგად საერთოდ განადგურდეს, მათი პირობები ვერ გაუმჯობესდეს და პირიქით გაუარესებულ პირობებში მოუწიოთ მათ არსებობა. ეს არის ის მთავარი კითხვები, რომელიც აქ არსებობს. მოხმარდება თუ არა ის თანხები ამ კვლევით ინსტიტუტს და მეორე, რას მივიღებთ აი ამ არსებული საკმაოდ პრესტიჟულ ადგილზე მყოფი ტერიტორიიდან და იქნება თუ არა ეს ქალაქის ინტერესებთან შესაბამისობაში. რა ფაქტებიც გავიდა ტელევიზიით, ეს ფაქტები საკმარისია იმისთვის, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, პროკურატურამ დაიწყონ გამოძიება და შეისწავლონ რატომ გაიყიდა კონკრეტული შენობა ნაგებობა, რა საჭიროება იყო გაყიდვის შემდეგ, რატომ არ მოხმარდა ეს თანხები სახელმწიფო ტექნიკურ უნივერსიტეტს და რა ასე ვთქვათ მონაწილეობა ჰქონდა გაყიდვაში ელგუჯა გოცირიძეს, ანუ მისი ინტერესები რა იყო. აი ამ სქემის შემდეგ ჩნდება ძალიან ასე ვთქვათ საფუძვლიანი ეჭვი ის, რომ ელგუჯა გოცირიძის გარდა გამდიდოდა გურგენიძეც. იმიტომ რომ ამ ადამიანმაც ნახა გარკვეული სარგებელი, იმიტომ რომ დათანხმდა მის დაქვემდებარებაში მყოფ უნივერსიტეტის კონკრეტული საკუთრების გასხვისებას. მნიშვნელოვანი არის სად მიდის შის შემოსულობები, რაც ხალხის ქონების გაყიდვიდან მიდის ქვეყანაში, იმიტომ რომ ჩვენ ხედავთ, რომ საქმე გვაქვს 10 მილიონთან და 10 მილიონი არის იმ ქვეყანაში, სადაც მილიარდ 700 მილიონს ეძებენ, რომელიც კორუფციული გზით იქნა გათითრებული, ამის ფონზე ცხადია ისმა კითხვის ნიშნები, ეს 10 მილიონი სად მიდის, როცა ხედავთ, რომ ის პროექტები, რა პროექტებიც უნდა განხორციელებულიყო ამ 10 მილიონიდან არ ჩანს. კვლევითი ინსტიტუტის გარშემო არსებულ სკანდალთან დაკავშირებით კითხვები აქვთ როგორც კორუფციის მკვლევარებს, ასევე განათლების სფეროს სპეციალისტებს. ისინი ფიქრობენ, რომ ახლა ამ საკითხით უნდა დაინტერესდეს გამოძიება და მათ შორის კითხვები არსებობს თავად ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის დავით გურგენიძის საქმიანობის მიმართაც. კითხვები იწყება იქედან, რეჟიმმა რატომ ჩაატარა ერთკანდიდატიანი არჩევნები და ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორად რატომ მოგვევლინა ერთადერთი მრავალგზის ნასამართლები ბატონი გურგენიძე, რომელიც ცხადია შერჩეული იყო სისტემის მიერ სწორედ იმ მოტივით, რომ მათი ნების აღსრულებელი იქნებოდა, რომ მათი ყველა დაკვეთა კორუფციული სქემა იქნებოდა თუ ნეპოტისტური ჩაწყობები იქნებოდა მოგვარებული და მისი ხელდასხმით შესრულებული. სწორედ ეს 9 მილიონი და კიდევ ბევრი 9 მილიონი გამოჩნდება, რომელიც მათი ერთობლივი დამსახურებით დაკარგა ქვეყანამ, ბიუჯეტმა. მათი მთავარი მოტივაციაც გახლავთ ეს, რაც შეიძლება მეტი ფული შოვნა, რაც შეიძლება მეტად გამდიდრება და სახელმწიფოს ხარჯზე მოპარვა. თქმა უნდა, გამოძიება უნდა დაინტერესდეს, მაგრამ სანამ საგამოძიებო გარკვეული ესე ვთქვათ кейსები შეიქმნება, მანამდე ჩვენ გვყავს შესყიდვების სააგენტო, რომელიც არაფერს არასოდეს არ აკეთებს და მისი ნომერ პირველი ამოცანა არის მონიტორინგი საბიუჯეტო სახსრების, რომელსაც განკარგავს ესა თუ ის შემსყიდველი. ამიტომ ნებისმიერი ესეთი გამოყოფილი თანხა უნდა იყოს მკაცრი კონტროლის ქვეშ.
ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორთან დავით გურგენიძესთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა შაბათის ეთერის გამომძიებელმა ჟურნალისტმა. ამ ინტერვიუში გურგენიძე ამბობს, რომ პროცესი გაზაფხულზე დაიწყება, თუმცა კონკრეტულად რა გახდა შეფერხების მიზეზი, ამაზე საუბარი რექტორს გაუჭირდა.